მოგესალმებით. დღეს ჩვენი მასპინძელია ფიზიოთერაპიის კლინიკა TRI. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. თუ შეიძლება გაგვეცანით გვიანბეთ თქვენი და თქვენი კლინიკის საქმიანობის შესახებ. გამარჯობა, მადლობა რომ მოგზანდით. მე ვარ დოქტორი ლიპნიცკი, ერთ-ერთი ექიმი TRI ფიზიკური თერაპიის და ტკივილის მართვის ცენტრში, რომელიც უკვე 27 წელია არსებობს. ჩვენთან ბევრი მედიკოსი მუშაობს ერთად და უმკლავდება ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემებს. ძირითადად ესენია ხერხემალთან, სახსრებთან, კუნთებთან და ჩვენს ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული ტრავმები. თუ ტრავმა მიიღეთ ავტოავარიაში ან სამუშაოზე, თუ სადმე წაიქეცით ან სპორტული აქტივობის დროს მიიღეთ დაზიანება, ჩვენ მკურნალობთ ტკივილთან და ტრავმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდგომარეობას. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენთან მუშაობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, ინტერვენციული ტკივილის მართვის სპეციალისტები, რეგენერაციული მედიცინის ექიმები, რომლებიც მხოლოდ სარეაბილიტაციო მედიცინის განხრით მუშაობენ, ორთოპედები, ფიზიკური თერაპიის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, ფიზიკური თერაპევტების გუნდი ყველაზე დიდია. მე ვარ ქიროპრაქტიკოსი და რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტი. ჩვენთან ასევე არის ექიმი, რომელიც აკუპუნქტურით მკურნალობს, ასე რომ ტკივილთან, ორთოპედიულ პრობლემებთან, ხერხემლის პრობლემებთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სფერო ერთად გვაქვს თავმოყრილი, ერთ ჭერქვეშ, ერთ ცენტრში. ასევე მნიშვნელოვანია გაგვიზიაროთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ ქართული დიასპორისთვის და რა უპირატესობებით ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები. ძალიან კარგი შეკითხვაა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ თითქმის ყველა სახის კომპლექსური პრობლემის მქონე პაციენტებს მკურნალობთ. თუ გაქვთ მოტეხილობა, ხერხემლის ტრავმა, რბილი ქსოვილის დაზიანება, თქვენი ძვლოვანი სისტემის პრაქტიკულად ნებისმიერი პრობლემა, ისევე როგორც ზურგის, სახსრების, კუნთების, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთ ადგილას, ერთ ცენტრში განვკურნოთ. არ გჭირდებათ საავადმყოფოში მისვლა, არ გჭირდებათ გადაუდებელი დახმარების ცენტრში წასვლა და სხვადასხვა ექიმების მონახულება, მით უმეტეს სხვადასხვა ადგილებში. ჩვენ ეს ყველაფერი ერთ ადგილზე, ერთ ცენტრში შეგვიძლია მართოთ. ეს აქ ბევრად უკეთხერ ხდება, რადგან ყველა ექიმი ერთმანეთთან კომუნიკაციაშია და გუნდურად მუშაობს. ამას გარდა, ამ 27 წელიწადში ჩვენ ძალიან კარგად დავუმკვიდრდით ამ გარემოში, როგორც ცენტრი, რომელიც ნამდვილად ეხმარება ადამიანებს. რაც მთავარია, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს დანიშნულებას და მაღალ დონეზე ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. მესამე, თუ გაქვთ სამართლებრივი საქმე, მაგალითად ავტოავარიის ან სამუშაოზე მიღებული ტრავმის გამო, ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს სამედიცინო მკურნალობას და გეხმარებით დაზღვევის მოგვარებაში, რათა თავად არაფრის გადახდა არ დაგჭირდეთ მკურნალობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე დაგეხმარებით, რათა გაამყაროთ თქვენი პოზიცია მსგავსი кейსის მოსაგებად. მოგვიყევით, რომელი დაზღვევით შეუძლიათ ისარგებლონ. არის თუ არა შესაძლებელი ასევე ქეშით გადახდა დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში და ზოგადად როგორ ხდება მომსახურების ანაზღაურება თქვენთან. როგორც ალბათ იცით, ბევრი ახალი მიგრანტი ქართულ საზოგადოებაში სერიოზული ფიზიკური დატვირთვით მუშაობს. იქნება ეს ტვირთის გადაზიდვა, ტაქსი თუ მშენებლობა. ყველა ასეთი მუშაკი მთელი დღე ფეხზეა და აქტიურად შრომობს. ისინი ძალიან არიან მიდრეკილნი შრომითი ტრავმებისადმი. მათ არიციან, რომ დაცულნი არიან შეუდარებელი დაზღვევით, რომელიც ნიუ-იორკის შტატში გვაქვს. სახელწოდებით შრომითი კომპენსაციის დაზღვევა. ეს რთული დაზღვევაა, რთული სისტემა, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ჩართული ვართ და ზუსტად ვიცით, როგორ დაგეხმაროთ ამ დაზღვევის მიღებაში. როგორ უნდა იმკურნალოთ და მიიღოთ ყველაფერი, რის შესაძლებლობასაც ეს დაზღვევა გთავაზობთ. ხარჯი არ დაგერიცხებათ. როგორც ვახსენე, ნიუ-იორკის შტატში ბევრ სადაზღვევოსთან თანამშრომლობთ, რადგან მრავალი ექიმის გაერთიანება ვართ. ამიტომ თუ ჩვენი ერთი ექიმი არ იღებს ამა თუ იმ დაზღვევას, მეორე მიიღებს. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა, რომ პაციენტებს ამ ერთ ოფისში სხვადასხვა დაზღვევის მომსახურება შევთავაზოთ. ადრეც ვახსენე და ნიუ-იორკის შტატში არსებობს ორი დაზღვევა, რომელზეც უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს და არ იციან, როგორ გამოიყენონ ისინი. ერთ-ერთ მათგანს ეწოდება no fault დაზღვევა, რომელიც შეეხება ყველა იმ პირს, ვინც ხვდება ავტოავარიაში და არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა მძღოლი, გზავრი, მოტოციკლით ან ველოსიპედით მოძრაობთ, თუ ფეხით მოსიარულე ბრძანდებით, ვისაც მანქანამ დაარტყა, თუნდაც დაეჯახა და მიიმალა.
შესაძლოა თქვენ ეს no fault ვარიანტი გაზღვევთ და ჩვენ დაგეხმარებით მის გაფორმებაში. ისევე როგორც ამ დაზღვევით მკურნალობის ჩატარებაში. მეორე, ეს არის შრომითი კომპენსაციის დაზღვევა. ნიუ-იორკის შტატში ყველა დასაქმებულს უნდა ჰქონდეს ასეთი დაზღვევა. ასე რომ თუ რაიმე დაზიანება მიიღეთ თქვენი სამუშაო დროის განმავლობაში, ან თქვენი საქმიანობის გამო, უნდა მოხდეს ხარჯების ამ სპეციალური სამედიცინო დაზღვევით დაფარვა. გავიმეორებ, ჩვენ დაგეხმარებით ამ დაზღვევის ჩართვაში, დაგეხმარებით მის მიღებაში და რა თქმა უნდა, მკურნალობასაც გაგიწევთ მისი გამოყენებით. თუ არ გაქვთ სამედიცინო დაზღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური ხარჯებით მიიღოთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება თქვენი მხრიდან ანაზღაურებით. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ რადგან მომსახურებათა ასეთი მრავალფეროვნება გვაქვს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ის, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გავხადოთ. როგორ გიკავშირდებით და რა პროცედურების გავლაა საჭირო თქვენთან მოსახვედრად? მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის ან სამსახურში მიღებული დაზიანების გამო. ბევრმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს თუ ავტოავარიაში მოხვდება ან დაზიანებებს მიიღებს სამუშაო ადგილზე. სწორედ ამიტომ გვაქვს დამზადებული ვიდეოები, რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი ინსტრუქციები, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ შემთხვევებში. მაგრამ ზოგადად, თუ ავარიაში მოხვდებით და ტკივილს განიცდით, მაინც სასურველია სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ და მოითხოვოთ ავარიის ადგილიდან საავადმყოფოში გადაყვანა გამოკვლევების ჩასატარებლად. წინასწარ მინიცის რა შედეგები მოყვება ტრამვას, მაგალითად ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა, თუ კისრის დაზიანება შეიძლება მომავალში მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს. ყოველთვის უმჯობესია გადაუდებლად ჩაიტაროთ გამოკვლევები საავადმყოფოში, რადგან იქ მოკლე ხანში შეძლებენ პრაქტიკულად ყველა ტესტის ჩატარებას. რა თქმა უნდა, ასეთი მომსახურების დაფარვა no fault დაზღვევით მოხდება. ნუ იყვანებთ საავადმყოფოში მისვლაზე, თუ ავტოავარიაში მოხვდით. ხოლო თუ ვერ გრძნობთ ტკივილს, ან შოკში ხართ და ვერ აცნობიერებთ, გაწუხებთ რამე თუ არა, შეგიძლიათ სახლშიც წახვიდეთ და ნახოთ თუ როგორ იგრძნობთ თავს იმ დღეს და მომდევნო დღეს. რა თქმა უნდა, თუ გრძნობთ ნებისმიერ სიმპტომს, ყოველთვის გირჩევთ, რომ მაინც გაესინჯოთ ექიმს. წაბრძანდით ისეთ დაწესებულებაში, როგორიც ჩვენია, სადაც ამ დარგის სპეციალისტები მუშაობთ. ჩვენ მოგისმენთ, ჩაგიტარებთ გამოკვლევებს, ფიზიკურად შეგამოწმებთ და ამის შემდეგ დაგისვამთ დიაგნოზს. განსაზღვრავთ, თუ რა სახის შემდგომი კვლევები და მკურნალობა გესაჭიროებათ. რა თქმა უნდა, იმ მომენტში შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ადვოკატსაც. ჩვენ ასევე შეგვიძლია დაგაკავშიროთ ადვოკატთანაც. თუ არავის იცნობთ, იურიდიული საქმე თავის გზით წავა, სამედიცინო კი თავისით, ხოლო თუ არაფერი გჭირთ მნიშვნელოვანია საგანგაშო, ჩვენ ამასაც ზუსტად გაცნობებთ. ამგვარად თავად მიიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა წარიმართოს თუ არა საკითხი სამართლებრივი გზითაც. თუ დაზიანებას მიიღებთ სამუშაოზე, ძალიან მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ დოკუმენტაცია. თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ზედამხედველს, კომპანიის მფლობელს ან ვინც არ უნდა იყოს თქვენი ზემდგომი. მივიღე დაზიანება. ან დღეს ცოტა ხნის წინ დავეცი. არავინ იყო ახლოს, მაგრამ ახლა ტკივილს განვიცდი. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით თუ საავადმყოფოს მიმართავ. ან თუ სახლში წავალ, რადგან ტკივილი მაწუხებს, მაგრამ მათ უნდა მოახდინონ დოკუმენტაცია, თუ მათ ეს გააკეთეს, მაშინვე გეძლევათ შესაძლებლობა მოითხოვოთ კომპენსაცია. თუ შემთხვევა არ დააფიქსირეთ, ეს ცოტა რთული იქნება, მაგრამ მაინც შეგიძლიათ მოგვიანებით დაარეგისტრიროთ. დაახლოებით 30 დღე გაქვთ მოთხოვნის შესატანად. მაგრამ ყოველთვის უმჯობესია, რომ თქვენ ეს დაუყოვნებლივ გააკეთოთ. თუ კი არსებობენ მოწმეები, ან შეგიძლიათ მაშინათვე აცნობოთ თქვენს დამსაქმებელს. როგორც ავტოავარიის შემთხვევაში, უმჯობესია შემოწმდეთ ექიმებთან, რომლებიც სპეციალიზირებული არიან ტრამვების დარგში. რათა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ მოტეხილობა, რათა დარწმუნდეთ, რომ არაფერია საგანგაშო და გამორიცხოთ რამე სერიოზული გართულების რისკი. და თუ არაფერია საშიში, ხომ კარგი, მაგრამ თუ არის რაიმე სახის პრობლემა, ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით სამუშაოზე კომპენსაციის მოთხოვნის შეტანაში და რა თქმა უნდა, გაგიწევთ საჭირო დახმარებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნიუ-იორკის შტატში გვაქვს კანონი, რომელიც ყველა დასაქმებულს უზრუნველყოფს შრომითი კომპენსაციის დაზღვევით. მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანაში ლეგალურად ხართ თუ არა. მნიშვნელობა არ აქვს მუშაობთ ნახტფულზე თუ ჩეკზე. ნახევარ განაკვეთზე თუ სრულ განაკვეთზე. ეს დასაქმების ნებისმიერ სახეობას ეხება. ყველა დამსაქმებელი ვალდებულია შეიძინოს შრომითი კომპენსაციის დაზღვევა დასაქმებულისათვის. შესაბამისად, თქვენ ამაში არაფრის გადახდა არ დაგჭირდებათ. შრომითი კომპენსაციის დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს თქვენი სამედიცინო ხარჯები და განაცდური.
თუ ვერ შეძლებთ მუშაობას გარკვეული დროის განმავლობაში, თქვენი ხელფასი გადაიხდება ამ დაზღვევით. იქნება ეს კვირა, 2 კვირა, თვე თუ წელი. ისინი პასუხისმგებელნი არიან გადასახადებზე. შესაბამისად, თქვენ გირდებათ ამასთან დაკავშირებით ფულის ხარჯვა. და დიახ, შეგიძლიათ ასევე წახვიდეთ საავადმყოფოში, თუ ეს გესაჭიროებათ. შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ სამედიცინო ცენტრებს, როგორიც ჩვენია, სადაც სპეციალიზებულნი ვართ ამ საკითხებში. ჩვენ კი შეგვიძლიათ დაგეხმაროთ და გითხრათ, რა მიმართულება უნდა შეირჩეს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში. როგორ უნდა იმკურნალოთ, როგორ მოიქცეთ და რა თქმა უნდა, დაგაკვალიანებთ სამართლებრივი დარგის სპეციალისტთან მიმართებაშიც, რომელიც დაგეხმარებათ ამ საქმეში. ვიცით, რომ ძალიან აქტიური ხართ სოციალურ სივრცეში. კარგი იქნება გაგვიზიაროთ, რომელ პლატფორმებზე შეგვიძლია გადავნოთ თვალი. ჩვენ გვესმის, რომ ბევრმა არ იცის მედიცინის შესახებ და გსურს მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ყველას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ სხვადასხვა პრობლემების დროს. რა არის მედიცინის უპირატესობები? რას ვაკეთებ სხვა კლინიკებისგან განსხვავებულს და რა უნდა მოვიმოქმედოთ კონკრეტულ შემთხვევებში, როგორიცაა ავტოავარიები, შრომითი კომპენსაციით დაფარული ტრავმები და სხვა. ჩვენ ვათავსებთ მრავალ შინაარსობრივ ვიდეოს სოციალურ მედიაში, Instagram-ზე, TRI-PTNYC და YouTube-ის არხზე, ასევე სახელწოდებით TRI-PTNYC. შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ინფორმაციული ვიდეო, რომლებიც მოგაწვდით მნიშვნელოვან ცნობებს არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაზე, არამედ იმ კონკრეტულ მეთოდებზე, რომლებიც დაგეხმარებათ ზურგის და კისრის ტკივილის შემსუბუქებაში. ასევე ზოგიერთი საშუალების შესახებ, რომელთა თაობაზეც შეიძლება არასდროს გსმენიათ. ჩვენ გვაქვს აქაც და ჩვენს სხვა სამედიცინო ცენტრებშიც. ასე რომ გამოყვებით, ბევრ სასარგებლოს გაიგებთ. მოხარულები ვიქნებით თუ დაგვიმეგობრდებით სოციალურ ქსელებში ან უბრალოდ დაგვიკავშირდებით. უღრმესი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის. გისურვებთ წარმატებას. მადლობას გიხდით, რომ გვეწვიეთ.